ბიზნეს კოდი კვლავ პირდაპირ ეთერშია. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსი ხათუნა პაპალაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ანა გულბანი. მოგესალმებით. ქალბატონო ანა, პირველი კითხვა თქვენთან მაქვს. რას გავალებთ ევროკავშირის დირექტივები და რა სიახლეების ნერგავს ლაბორატორია? მოგესალმებით. მადლობთ მოწვევისათვის. სოფლის მეურნეობის მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ამან გამოიწვია ასევე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის გაძლიერება. ღრმა და ყოვისმომცველი თავისუფალი ვაჭრობით CFTA-ის მიერ გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად ლაბორატორიაში დაინერგა უამრავი ახალი მეთოდი, თანამედროვე მეთოდები. ამ მეთოდების გამოყენებით ხდება ლაბორატორიული კვლევა. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ეს არის ლაბორატორიული ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. 11 ლაბორატორია არის განაწილებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ლაბორატორიებში დიაგნოსტიკა ხდება ცხოველთა დაავადებების, მცენარეთა დაავადებების და სურსათის უმნებლობის მიმართულებით. დიახ, რა ჩახვა 2016 წელს რა სიახლეების დანერგვას გეკმოთ კიდევ? 2016 წელს ლაბორატორიაში მოხდება ინსტრუმენტული ქიმიის გაძლიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდება სურსათში მავნე ნივთიერებების და საკვებ დანამატების კვლევა თანამედროვე მეთოდებით. ქალბატონო ხათუნა, მინდა გითხოთ ასევე, როგორც ცნობილი არის, როდესაც პროდუქციის იმპორტი ხდება, მისი შემოწმება ხდება საბაჟოზე, შემდეგ სავაჭრო ქსელში კი სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს. რამდენად ცნობილი არის შემოწმებები გეგმიური და არაგეგმიური? ჩვენ გაინტერესებს, რამდენად დაცული არის ბაზარი, რამდენ ხანში ერთხელ ხდება გეგმიური შემოწმება და როდის ხდება არაგეგმიური შემოწმებები? მოგესალმებით. სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გეგმურად და არაგეგმურად. გეგმური ინსპექტირება ტარდება სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, ხოლო არაგეგმური ინსპექტირება ტარდება შესაბამისი გარემოებებისაგან. ეს გარემოებების მიხედვით ეს შეიძლება იყოს მეწარების მომართვა ინსპექტირების მოთხოვნისათვის, ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობის ან სამართალდამცავი ორგანოების შეტყობინებები. შესაძლოა იყოს ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელიც თქვათ არის რაღაცა დარღვევა გარკვეული სახის რომელიმე სურსათში და შემდგომ საჭიროებს ეს არაგეგმური ინსპექტირების ჩატარებას. გეგმური ინსპექტირება შეიძლება ჩატარდეს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ რისკის მიხედვით. განსაკუთრებით მაღალ რისკს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებლები, ეს არის ხორცი და ხორცს პროდუქტები, თევზი, რძეს პროდუქტები და ასე შემდეგ. დიახ, ანუ თქვენ სურსათის უმნელობის სამსახური მიდის ბიზნეს ოპერატორთან და იღებს სინჯებს და შემდეგ ეს სინჯი ხდება ლაბორატორიაში. ხომ აი თქვენ ბრძანეთ, რომ ხორცს პროდუქტები არის ყველაზე მაღალი რისკის შემცველი. როგორ ფიქრობთ, აი წელიწადში ერთხელ გეგმიური შემოწმება რამდენად თქვათ არეგულირებს იმას, რომ ბაზარზე აღარ იყოს რისკი იმის, რომ უხარისხო პროდუქტი აღმოჩნდება? მოგახსენებთ, რომ ხორცს პროდუქტების საწარმოებში მართალია წელიწადში ერთხელ შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირება, მაგრამ სასაკლაოებზე ასევე ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებში ხორციელდება წელიწადში ორჯერ. გარდა ამისა, ინსპექტირების დროს მიეცემათ შესაბამისი მითითებები გონივრული ვადის გამოსწორებისათვის. თუ კი ეს მითითებები არ იქნება შესრულებული შესაბამის გონივრულ ვადაში, მაშინ ბიზნეს ოპერატორი ჯარიმდება ასეთ შემთხვევაში და მიეცემა ახალი გონივრული ვადა. მაგრამ თუ კი გამოვლინდა შესაბამისი კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასეთ შემთხვევაში ხდება უკვე საწარმოო პროცესის შეჩერება და შესაბამისად საჯარიმო სანქციის განხორციელება. დიახ, და რას აჩვენებს სტატისტიკა? აი ყველაზე მეტად რომელ სექტორში არის ხშირი, თქვათ, ბიზნეს ოპერატორებზე ჯარიმების დაკისრების ფაქტები? ესე ვერ ვიტყვით, ყველა პროფილის საწარმო არის ჩვენს მიერ შემოწმებული. ეს არის სკოლამდელი დაწესებულებები, სასკოლო დაწესებულების ბუფეტები, ეს შეიძლება იყოს სამკურნალო დაწესებულებების, ასევე სასადილოები, ხორცს პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოებები, ასევე მარკეტები. ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლენილი შეიძლება იყოს მარკეტებშიც, იმიტომ რომ აქ არის ვადაგასული სურსათი ეტიკეტირების წესის დარღვევა. შარში
შარშან წინ იყო ასევე ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლენილი ჯანმრთელობის ნიშანდებისა და ვეტმოწმობა ფორმა ნომერი 2-ის გარეშე. სხვადასხვა სახის დარღვევები სტატისტიკა როგორი არის თქვა ამ შემოწმებებმა რა შედეგი გამოიღო? შემცირებული არის თქვა რისკის ჯგუფში, რადგან ხორცი ყველაზე პირველია ამ მიმართულებით თუ არის შემცირებული დარღვევები და რამდენად არის დაცული ბაზარი? რა თქმა უნდა, წელს უკვე საგრძნობლად არის შემცირებული, ვინაიდან საკმაოდ მაღალი არის ჯარიმა ხორცის რეალიზაციისათვის სათანადო დოკუმენტაციის გარეშე. ხორცი, ანუ საქონელი დაკლული უნდა იყოს სასაკლაოზე და მხოლოდ ეს გვაძლევს იმის უფლებას ვთქვათ, რომ ხორცი იქნება უვნებელი და ადამიანისათვის აღარ იქნება საშიში. ამიტომ ამ კუთხით ჯარიმები შედარებით შემცირებული არის. დიახ, ქალბატონა, როგორც ცნობილია, როდესაც სურსათის უვნებლობის სამსახური აიღებს სინჯებს, შემდეგ ეს სინჯები ხდება თქვენს ლაბორატორიაში, ასევე ბიზნეს ოპერატორის სურვილზე არის დამოკიდებული, რომ მოიტანოს თქვენს პროდუქცია, რომლის იმპორტს ახორციელებს ან აწარმოებს და მოხდეს თქვენთან შემოწმება. ჩვენ გვაინტერესებს იმპორტირებული პროდუქციის შემთხვევაში უფრო ხშირია დარღვევების გამოვლენა თუ ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმშიც არის ეს დარღვევები? ზოგადად მდგომარეობა არც სავალალო არის, რა თქმა უნდა არის დარღვევები. ორივე შემთხვევაში, როგორც ადგილობრივი, ისევე იმპორტირებული შემთხვევაში, სხვათა შორის საბაჟოც ახდენს იმპორტირებული პროდუქციის შემოწმებას. შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე სურსათის სააგენტო ატარებს მონიტორინგს. ძირითადად როგორც ხათნამ აღნიშნა, ხშირი არის ხორცსა და ხორცის პროდუქტებში ლაბორატორიული კვლევების შედეგად დარღვევების, ასე ვთქვათ, აღმოჩენა, ასევე არც ესა და არც ის პროდუქტებში. დიახ, აი რა დარღვევებია ეს და რამდენად არის საშიში ეს პროდუქტი შემდეგ ადამიანისთვის? დიახ, მიკრობიოლოგიური დარღვევები არის, ასე ვთქვათ, ჰიგიენური ნორმების, ასე ვთქვათ, არასწორად დაცვის შედეგად გამოვლენილი დარღვევები, ადამიანისთვის საშიში, ასე ვთქვათ, შეიძლება რაღაც მოწამვლა გამოიწვიოს და ასე შემდეგ ესეთ მნიშვნელოვანი ზიანი არ შეიძლება ამან მიაყენოს ადამიანს, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ ჰიგიენური დარღვევები. ხოლო რაც შეეხება მავნე ქიმიური ნივთიერებების ნარჩენებს, ეს უკვე უფრო მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით არ არის დარღვევები ჩვენს მიერ მოძიებული. ანუ შეიძლება ითქვას, რომ თქვა ბაზარზე ესეთი რისკი არ არსებობს, რომ ადამიანების მოწამვლა მოხდეს და ანუ აღმოფხრილია სრულად ეს რისკი თქვენ როგორ შეაფასებთ? ჩვენ ახლა ვიცით, რომ უამრავი რეგულაცია შემოვიდა ძალაში, სხვათა შორის მეწარმეებს გონივრული ვადა ეცემათ, ვიდრე რეგულაცია უკვე ამოქმედდება, გონივრული ვადა ეძლევათ მეწარმეებს იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, თავიანთ საწარმოებში გამართონ, ესე ვთქვათ, სხვადასხვა სტანდარტები. ასევე ჩვენ როგორც ვიცით უკვე, ესე ვთქვათ, ბაზარში დანერგილია ეტიკეტირების სისტემა, მაგალითად რძის შემთხვევაში ეტიკეტირებული, ამიტომ შემსყიდველმა ჩვენ თავად უნდა, ესე ვთქვათ, ესე ვთქვათ, დავიცვათ წესები და შევიძინოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც ეტიკეტირებულია, ესე ვთქვათ, სუპერმარკეტებში ბევრად უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე გარე ბაზრობებზე, ასე რომ. ქალბატონო, თქვენთან მაქვს შემდეგი კითხვა. აი, რამდენად რეგულირდება სრულად სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ ბაზარი, როცა ვთქვათ, თქვენ ამოწმებთ გეგმიურად, ხოლო თვითონ ბიზნეს ოპერატორის ნებაზე არის დამოკიდებული მიიტანს თუ არა ლაბორატორიაში შესამოწმებლად პროდუქტს. აი, ამას როგორ შეაფასებთ? ან ხომ არის გეგმება ცვლილება ამ კუთხით, რომ სავალდებულო გახდეს, რომ ვთქვათ, ბიზნეს ოპერატორმაც მოახდინოს შემოწმება ლაბორატორიაში? მოგახსენებთ, ჩვენს მიერ 2015 წელს აღებული იქნა დაახლოებით 4200 სურსათის ნიმუში. აქედან რაღაცა გარკვეულ ნაწილში აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, დარღვევები. გარდა ამისა, თითოეულ ბიზნეს ოპერატორს იმ შემთხვევაში, თუ კი აღმოჩნდება მის პროდუქტში რამე დარღვევა, დავალებული აქვს, რომ გააკეთოს წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ თავისი პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა. აი ასეთი შემთხვევები მაინც არის. დიახ, ახლა თქვენ კითხავთ, ლაბორატორია როგორც ცნობილია, ასევე გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე შეუძლია კვლევების ჩატარება. ეს თემა დღეს საკმაოდ აქტუალური არის ადგილობრივ ბაზარზე. თუ ჩაატარეთ თქვა ამ მიმართულებით კვლევა გენმოდიფიცირებულ და თუ აღმოჩნდა ფაქტი, რომ პროდუქტში იყო GMO? სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ ეხლახანს დაიწყო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევა. ამ ეტაპზე ჩვენთან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, არ დაფიქსირებულა, როცა აღმოგვეჩინა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი. ჩვენ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. დიახ, გასაგებია. ქალბატონ ხათუნა, თუ ვთქვათ შეგიმოწმებიათ თქვენ რძის პროდუქტები GMO-ზე და თუ მიგიტანიათ ხარისხის ლაბორატორიაში ამ მიმართულებით თუ გაკეთებულა კვლევა?
კი 2015 წლიდან დაიწყო ეგრეთ წოდებული გემეოს კვლევა. ამისათვის აღებული იქნა ჩვენს მიერ სხვადასხვა დასახელების ნიმუშების სურსათის გემეო კვლევაზე. ეს იყო ძირითადად ის პროდუქტი, რომელიც ყველაზე ხშირად არის და ყველაზე ხშირად აღმოჩნდება გენმოდიფიცირებული. მხოლოდ და მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოვლიდა გენმოდიფიკაციის ფაქტი, ეს იყო სოიო და სიმინდის სახამებელი. შესაბამისად, მეწარმე დაჯერიმდა 5000 ლარით დაევალა ამ პროდუქტის გამოთხოვა ბაზრიდან და ეტიკეტირება. ანუ გემეო პროდუქტის რეალიზაცია შეიძლება ხდებოდეს, მხოლოდ ის უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული. შეფუთვის მარცხენა ზედა კუთხეში გარკვევითი უნდა ეწეროს, რომ პროდუქტი არის გენმოდიფიცირებული და მხოლოდ ამის შემდგომ განთავსდეს ბაზარზე. მადლობა ასევე თქვენ სტუდიაში მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო იწურება. საგულისხმო რომ 2015 წელს ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქტის არსებობის მხოლოდ ერთი ფაქტი დადასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ ბაზარი არის დაცული, ასევე ლაბორატორიაშიც უკვე შესაძლებელია გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე კვლევის ჩატარება. ეს იყო დღეს ბიზნეს კოდის მთავარი თემა. თქვენთვის პირდაპირ ეთერში ნინო ნატროშვილი მუშაობდა, ხოლო 19 საათზე ისევ შევხვდებით ბიზნეს კოდის სტუდიაში.